სალამ მეგობრებო, გამოვიდა ახალი გმირის სორა და ჩვენს დავუბრუნდით ახალი ვიდეოთი. ამ ვიდეოში სრულიად განვიხილავთ ამ გმირს და გავიგებთ რა შეუძლია მას. სანამ მისი სკილების განხილვაზე გადავიდოდეთ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ გამოვიწეროთ არხი, რადგანაც ძალიან მინდა რომ რაც შეიძლება მალე 1000 გამომწერზე ავიდე, ეხლა კიდე გადავიდით უშუალოდ ამ გმირის განხილვაზე. სორა პირველი სკილის გამოყენებისას ოპონენტს ორჯერ უტყამს ზუსტად აი იმ მრგვალი წარის რადიუსში ახლოში რომელიც აქვს, ხოლო ამის შემდეგ ის ხტება იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ჩვენი კონტროლერი არის მიმართული და დიდ დარტყმას ახორციელებს. ამ მომენტში იმატებს ცოტა უდენ სიცოცხლესაც. მეორე სკილის გამოყენებისას ის ხტება სკილის მიმართულებით და თუ ოპონენტს დაეტაკება, ის მას მიაყენებს დემეჯს. თუ ის ოპონენტს ვერ მიწვდება, მაშინ უბრალოდ მის მაქსიმუმს მიაღწევს და მიწას დაარტყამს. ამ ეფექტს ოპონენტის დატაკების შემთხვევაშიც აკეთებს და მასზე აცილების შემთხვევაშიც. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ის ანელებს ოპონენტს, როდესაც მიწას ურტყამს და ასევე ცოტა უდენ სიცოცხლესაც იმატებს. თუ ამ სკილის წარმატებით დავეტაკებით ოპონენტს, მისი სკილის კოლდაუნი ცოტათი დაიკლებს. ამ გმირის ულს ორი ფორმა აქვს და როგორც ხედავთ, ყველა გმირისგან განსხვავებული ფუნქციონალი აქვს, რადგანაც რომელ მხარესაც გავწევთ, იმ ფორმას მიიღებს ჩვენი გმირი და შესაბამისად იმ ტიპის სკილებს გამოვიყენებთ. სანამ მისი ულტის თითოეული ფორმის განხილვაზე გადავიდოდეთ, პირველ რიგში ჯობია ჩემი აზრით რომ განვიხილოთ მისი პასივი, რადგანაც ის მის ულტზე ძალიან ბევრ რაღაცას ამბობს. სორა მისი ულტის გამოყენების შემდეგ მნიშვნელობა რა აქვს, რომელ ფორმას გამოიყენებს, როდესაც ოპონენტს დემეჯს მიაყენებს ან მის მიერ გამოძახებული იუნიტს, ანუ სასკის ულტს, სანის კლონს ან სასკის ზასკუნიას, რაც ქვია, აგროვებს სტაკებს თითოეული დემეჯის მიღებისას და 5 სტაკის დაგროვების შემთხვევაში ის ხსნის ულტის მთავარ ფორმას. პასივის მეორე ნაწილი ამ გმირის ულტის ორივე ნაწილს ცალ-ცალკე ეხება. თანდერ ფორმის შემთხვევაში, ანუ ამ გმირის ასასინის ფორმის შემთხვევაში, მისი მთლიანი სიცოცხლის 30%-ის 10% გარდაიქმნება ფიზიკალ დარტყმად. მეორე ტანკი ფორმის შემთხვევაში კი მისი ფიზიკალ ატაკა მრავლდება 10-ზე და ემატება მთლიან სიცოცხლეს. ამ ორი მოცემულობის გამო ჩემი აზრით ამ გმირს ყველა მატჩში განსხვავებული ბილდი ჭირდება იმის მიხედვით თუ როგორი ოპონენტები ყავს მას და რომელი ულტის ფორმა უფრო გამოადგება. თუ ბილდები კარგად არ იცი და ვერ ერკვევი, არ იდარდო მაგაზე, აუცილებლად გამოიწერე არხი, რადგანაც შემდეგ ვიდეოებში გეგმათ მაქვს რომ ზუსტად ეგ ბილდები ყველანაირად განვიხილო, რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად. განვიხილავ მხოლოდ და მხოლოდ პასივებს, არ შევეხები ციფრებს, თუ რამდენ ატაკას და რამდენ დაცვას გმატებს ესა თუ ის აიტემი, რადგანაც ეგ ყველაფერი ძალიან მარტივი არის თქვენთაც რომ ნახოთ. ასევე ეგ ციფრები ძალიან ხშირად იცვლება ხოლმე და ჩემი აზრით აზრი არ აქვს ვიდეოში რომ მაგაზე ვილაპარაკო, რადგანაც მომავალში უეჭველი შეიცვლება და შესაბამისად არ მინდა რომ ეს ვიდეო ისეთ არჩეს, რომ რაღაცა თითქოს მე მომავალში მცდარ ინფორმაციას ვაწვდი ვინმეს. მაგ ციფრების ნახვა თქვენთაც ძალიან მარტივად შეგიძლიათ, ხოლო პასივები როგორც წესი ძალიან იშვიათად იცვლება ხოლმე, იგივე ხდება სკილებზეც გმირის, ამიტომაც არ განვიხილე ამ გმირის სკილების განხილვისას, თუ რამდენ ატაკას აყენებს თითოეული დარტყმისას და ასე შემდეგ, რადგანაც ეგ ციფრები აუცილებლად შეიცვლება, ან დააკლდება, ან მოიმატება მომავალში, შესაბამისად ჩემი აზრით აზრი არ აქვს ყველაფერი რომ ვახსენო ამ ვიდეოში. უბრალოდ იმის ცოდნა რომ ეს სკილი ამის გაკეთების შემდეგ ანელებს ან ოპონენტს დემეჯს აყენებს, საკმარისი არის ჩემი აზრით, რადგანაც ეგ ციფრები ჩანს ამ ვიდეოში, ხოლო მომავალში შეიძლება შეიცვალოს. ჩემი თქმა კიდე აუცილებელი არ არის, თანაც ვიდეოს მოსაწყენს ხდის ძალიან და მეც ახლა ძალიან ბევრს ლაპარაკობ, მე მგონი ჯობია რომ გადავიდე უშუალოდ ულტის თითოეული ფორმის განხილვაზე. სორას ულტის მარჯვნივ გაწევის შემთხვევაში ის მის ტანკ მოუდში გადადის, რის შედეგადაც ის მის რეინჯში მყოფ ოპონენტებს თავისკენ იზიდავს და დემეჯსაც უკეთებს. იმისთვის რომ მისი ულტის მეორე ნაწილი გახსნა, ანუ 5 სტაკი შეაგროვო, მხოლოდ და მხოლოდ 10 წამი გაქვს. ამ მოუდის დროს შეცვლილი პირველი სკილი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი პირველი სკილისგან, რომ ის არ ხტება შუალედში, როდესაც ჩვეულებრივ ორ დარტყმას აკეთებს და შემდეგ ერთ დიდ დარტყმას. ასევე პირველი ორი დარტყმის შემდეგ ოპონენტი ნელდება, ხოლო მესამე დიდი დარტყმის შემდეგ პატარა სტანის ეფექტი ცედება. ამ მოუჩ მეორე სკილის გამოყენების შემთხვევაში მას პატარა უკან დახევის ეფექტი აქვს, შემდეგ კიდევ წინ ხტება, რა დროსაც თუ მის რეინჯში ოპონენტები მოხვდებიან, მათაც წაიყოლებს ამ სკილის მიმართულებით. დანიშნულების ადგილზე მიყვანის შემდეგ კიდე ის მიწას ურტყამს ხელს, რის შემდეგაც ოპონენტები ჰაერში ვარდებიან ცოტა ხნით. ისევე როგორც პირველ სკილს, ამ სკილზედაც დანარჩენი ყველაფერი თითქმის იგივე არის, ეს ყველაფერი ეხება რა თქმა უნდა დემეჯებს და იმ ფაქტს, რომ თუ ოპონენტებს წარმატებით დავეტაკებით ჩვენი მეორე სკილით, სულ ცოტა კოლდაუნი დაგვაგდება. ამ შემთხვევაში მე გათიშული მაქვს კოლდაუნი და ესე ცოტა შანსი არ არის რომ გქონდეთ. რაც შეეხება ულტის ამ ფორმის მეორე ნაწილს, როგორც ჩვენი პასივი ამბობს და როგორც უკვე ვიცით, 5 ჯერ უნდა დავარტყათ ოპონენტებს იმისთვის, რომ ეს მეორე ნაწილი გავხსნათ და გამოვიყენოთ.
ულტის მეორე ნაწილის გამოყენების შემთხვევაში ის ჰაერში ადის, რა დროსაც თავისუფლად მოძრაობს და ასევე კედლებსაც აიგნორებს. ულტის მიმართულებით 5-ჯერ იქნევს მუშტს და დემეიჯს აყენებს მათ და ასევე თითოეული დარტყმის დროს პატარა სტანის ეფექტს ატებს. სორას ულტის მარცხნივ გაწევის შემთხვევაში ის გადადის ასასინის მოუდში, რა დროსაც ის მომენტალურად ჩქარდება და ასევე უხილავი ხდება, ანუ მოწინააღმდეგეებს მისი დათარგეტება მისთვის სროლა არ შეუძლიათ. ასევე ის ამ მომენტში იძახებს ელვას და 3-ჯერ აყენებს ოპონენტებს, რომლებიც მის რეინჯში მოყვებიან დემეიჯს. ასასინის მოუდის გამოყენების შემთხვევაში იცვლება მისი პირველი და მეორე სკილი. პირველი სკილის შემთხვევაში ერთ-ერთი განსხვავება, რაც არის მისი ჩვეულებრივი პირველი სკილის ფორმისგან განსხვავებით, ის არის, რომ ამ სკილის გაკეთების მომენტში მას შეუძლია ჩვეულებრივად იმოძრაოს და ის ეფექტი, როდესაც პირველი სკილის გაკეთების დროს ჩვეულებრივი ფორმის დროს გადახდომის ეფექტი ქონდა პატარა, ეგ აღარ აქვს. ასასინის მოუდზე მეორე სკილის გამოყენების შემთხვევაში ეფექტი არის შეცვლილი დატაკების მომენტში იმის მაგალითად, რომ მიწას დაარტყას, ელვა უტყავს ოპონენტს და ასევე უკეთებს დემეიჯს. თუ ოპონენტს წარმატებით დავატაკებით, ის შენელდება, ასევე გვეძლება სკილის ხელთავიდან გამოყენების უფლება და 4 წამი გვაქვს მისი გამოყენებისთვის. ვერ გამოვიყენებთ ჩვეულებრივად ქოლდაუნი დაედება, ხოლო თუ ოპონენტს აუცდებით და ვერ დავეტაკებით, ეს მეორე გამოყენების უფლება არ გვექნება. ულტის ასასინის ფორმის დროსაც ასევე 5 დარტყმა უნდა განვახორციელოთ ოპონენტებზე იმისთვის, რომ ულტის მეორე ფაზა გაიხსნას. ულტის ამ მოუდის დროსაც ის ჰაერში ადის, რა დროსაც 15-ჯერ აკეთებს დემეიჯს ოპონენტებზე და რა თქმა უნდა ამ ულტის დროსაც შეუძლია რომ თავისუფლად იმოძრაოს ჰაერში. სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დაალაიქეთ, დაასუბსქრაიბეთ და დაელოდეთ ბილდების ვიდეოს. აუცილებლად გამოიწერეთ არხი.